ახალი საჰრავი პოლიტიკური ხმა ცდილობს ჩაერთოს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტში, საჰრავის მოძრაობა მშვიდობისთვის. ამბობს, რომ ნიუ-იორკში გაეროს დიპლომატებთან, მათ შორის აშშ-სა და საფრანგეთის მისიებთან შეხვედრები დაასრულა და თავი წარმოაჩინა როგორც პრაგმატული ალტერნატივა პოლისარიოს ფრონტის მიმართ. ჯგუფი აცხადებს, რომ სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა, პოლიტიკური პლურალიზმი და დასავლეთ საჰარაზე 10 წლეულების განმავლობაში არსებული ჩიხური მდგომარეობის დასრულება. თავარი კითხვა ისაა, წარმოადგენს თუ არა ეს რეალურ დიპლომატიურ შესაძლებლობას, თუ უბრალოდ კიდევ ერთ ფენას კონფლიქტში, რომელიც უკვე ფორმირებულია მაროკოს, ალჟირის და წარმომადგენლობის კონკურენტული პრეტენზიების მიერ. საკითხის დეტალურად განსახილველად ახლა შემოგვიერთდა დოქტორი მოჰაბედ მოჰამედ ჩიტუ, პოლიტიკური ანალიტიკოსი და რაბატის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი. დოქტორ ჩიტუ, მადლობა რომ დღეს IOT News English-ის ეთერში ხარ ჩვენთან ერთად. ლაჯო საჰრავის მშვიდობის მოძრაობა საკუთარ თავს მესამე გზად წარმოაჩენს მაროკოსა და პოლისარიოს შორის. მაგრამ როგორ? შეუძლიათ კი ისინი მართლაც შუალედურ ძალად იქცნენ, ესე ვთქვათ. კარგი, მე ვფიქრობ, მათი ფილოსოფია მართლა ძალიან საინტერესოა მრავალი თვალსაზრისით, რადგან ისინი პოლისარიოს ფრონტს ართმევენ იმ იდეას, რომელიც მას 1973 წლიდან მოქონდა, რომ ისინი იყვნენ ერთადერთი წარმომადგენლები ამ საჰრავი ხალხის. ეხლა არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს საჰრავი ხალხს და ეს ჯგუფი მშვიდობას ითხოვს. და მე ვფიქრობ, რომ მათი ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის მეშვეობით ისინი შეიძლება გახდნენ ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან საჰარის ავტონომიური პროვინციის მომავალი მმართველები. თუ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად წარიმართება ამ ჯგუფთან და რეგიონის სხვა ადამიანებთან, მე ვფიქრობ, რომ ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს დღევანდელ პრობლემაში ამ თავსატეხში და ახალ გადაწყვეტას საჰარის სიტუაციისთვის. და ნამდვილად იმედი მაქვს ავტონომიის გეგმის, რომელიც მაროკოელებმა 2007 წელს წარადგინეს. აშშ-ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ელჩმა მაიკ ვოლცმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ შესანიშნავი იყო მათი გაცნობა და აღნიშნა, რომ საჰარაველების ხმები მშვიდობას ემსახურება და მსოფლიომ უნდა მოისმინოს ისინი. ეს საკმაოდ ძლიერი გზავნილია, რომელიც აშშ-ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ელჩისგან მოდის. რატო შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, უფრო მზად ყოფნაში, რომ მშვიდობისთვის საჰარაველთა მოძრაობასთან ითანამშრომლონ, ვიდრე პოლისარიოს ფრონტთან? მათ მიიღეს მხარდაჭერა გაეროს, ამერიკული დელეგაციისგან და ასევე ფრანგებისგან. მათ შეხვდნენ ფრანგებს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ მაროკოს ავტონომიის გეგმას, ამ ჯგუფში ხედავენ ძალიან კარგ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობით. ეს ასახავს ამჟამინდელ სიტუაციას და რეალურად წარმოადგენს გამოსავალს, რომელიც მიგვიყვანს მაროკოს მიერ წარმოდგენილ ავტონომიის გეგმამდე. ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გზა, მესამე გზა, როგორც ვთქვით, და ეს წარმოადგენს ძალიან კარგ გამოსავალს საჰარისა და საჰარავი ხალხის მომავლისთვის. რადგან ეს კარგად წარმოაჩენს საჰარავი ხალხს და დააკმაყოფილებს მაროკოს ხალხის ავტონომიის გეგმის მოთხოვნებს. როგორ უყურებს ალჟირი ამ ალტერნატიული საჰარავი ხმის გაძლიერებას? ალჟირი უარყოფს ამ ალტერნატივას. რადგან ალჟირმა პოლისარიო თავიდანვე 1975 წელს შექმნა და მას შემდეგ იცით დააფინანსა იარაღი ყველაფერი პოლისარიოს დიპლომატიაც. ასე რომ თუ არსებობს მესამე გზა, ეს ნიშნავს, რომ ეს ალჟირისთვის მარცხია, რომელმაც 1975 წლიდან დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი დახარჯა. და ისინი აშკარად არის სურვებდნენ მესამე გზას, რომელიც დააკმაყოფილებს მაროკოსა და დასავლეთის მშვიდობის მოთხოვნებს და შეიძლება გამოიწვიოს ავტონომიის გეგმის განხორციელება საჰარაში. ამიტომ ვფიქრობ, ალჟირი ამას არ დაუჭერს ხარს. მაგრამ აშკარაა, რომ მათ ბევრი არჩევანი არ აქვთ არსებულ ვითარებაში, რადგან დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ მაროკოს, მხარს უჭერენ ავტონომიას და მხარს უჭერენ მესამე გზას. როგორ ხედავთ ამ მხარდაჭერას, რომელიც ჯგუფმა ახლახან მოიპოვა შეერთებულ შტატებში, რეალურ ცვლილებად როგორ შეიძლება გადაიქცეს ადგილზე? და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ველოდოთ ამ რეალური ცვლილებების დანახვას? ხოლო ცვლილება შეიძლება ისეთი სწრაფი არ იყოს, როგორც ჩვენ ყველას მინდა, იცით, მაგრამ ვფიქრობ, დრო დასჭირდება პოლისარიოსთვის, ალჟირელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ მიიღონ
მესამე გზა, რომელსაც ეს MCP ჯგუფის თავასთვის. მაგრამ ფიქრობ ეს კარგი დასაწყისია მომავლისთვის, ავტონომიის გეგმისთვის და საჰარაში არსებული პრობლემის გადაწყვეტისთვის, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ჩიხშია შესული. დოქტორ მოჰამედ შატუ, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ i24 News English-ზე. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. მადლობა მოწვევისთვის.